შესანიშნავი სანახავია, როდესაც ადამიანები იკრიბებიან ღვთის სიტყვის მოსასმენად და ლოცვის აღსავლენად. ახალ აღთქმაში ჩვენ ხშირად ხვდებით ისეთ სიტყვას, როგორიც არის მოქცევა. მოქცევა განისაზღვრება როგორც ადამიანის მოტრიალება, იბრუნება ღვთის მიმართ. უპირველეს ყოვლისა, ვიდრე ჩვენ გავაკეთებდეთ ძირითად მონახას იმ საკითხის, იმ თემის გარშემო, რაც ჩაფიქრებული გვაქვს განსახილველად, ცოტაოდენი დრო დავუთმოთ აი ამ სიტყვის გამოყენებას ახალ აღთქმაში. მოქცევა, ალბათ ყველას გაგიგონიათ ეს სიტყვა. სიტყვა მოქცევა გახლავთ გარდა ბიბლიური სიტყვისა, თეოლოგიური ტერმინიც. ბიბლიიდან ეს სიტყვა გადაიქცა სპეციალურ სიტყვად, სპეციალურ თეოლოგიურ სიტყვად, ანუ ტერმინად, მოქცევა, რომელიც ქრისტიანობაში განიმარტება შემდეგნაირად. ვკითხულობ. ტერმინი, მოგეხსენება ტერმინი, ეს არის არა უბრალოდ სიტყვა, არამედ უკვე სპეციალური, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სიტყვა. ეს ტერმინი მოქცევა აღნიშნავს ცოდვილის ღმერთთან მიბრუნებას მისგან დაშორების შემდეგ. მოქცევას გააჩნია ზებუნებრივი ხასიათი და ღმერთის ჩარევის აუცილებლობით გამოირჩევა. აი ესე განიმარტება ეს ტერმინი მოქცევა ქრისტიანობაში. მაგალითად ლათინურ ენაში ეს სიტყვა ისმის როგორც კონვერსიო, მომდინარეობს სიტყვიდან კონვერტერე, ზმნა, რაც ნიშნავს სიტყვასიტყვით მიმართვას, მიბრუნებას. ახლა კი მოდით გადავინაცვლოთ უშუალოდ საღვთო წერილში და საღვთო წერილში განვიხილოთ, წავიკითხოთ, მე წავიკითხავ, თქვენ შეგიძლიათ ჩაინიშნოთ და უბრალოდ მოისმინოთ, რამდენჯერ და როგორ არის ეს სიტყვა გამოყენებული ღმერთთან მისვლის, ღმერთთან მიმართვის აღსანიშნავად. მზად ვართ? მოციქულთა საქმეები. წავიკითხავთ მხოლოდ მოციქულთა საქმეებიდან ჯერჯერობით. თუმცა არა მარტო მოციქულთა საქმეებში არის ეს სიტყვა გამოყენებული, მაგრამ ძალიან ხშირად სწორედ მოციქულთა საქმეებშია გამოყენებული, იმიტომ რომ მოციქულთა საქმეები აღწერს მახარებლობის საქმეს, აღწერს როგორ ვრცელდებოდა სახარება, როგორ ტრიალდებოდნენ ცოდვილები ღვთის მიმართ და ამ გაგებით ეს წიგნი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩვენთვის. ყურადღებით მოვუსმინოთ მოციქულთა საქმეების მესამე თავის 19 მუხლი. აბა მოინანიეთ და მოიქეცით, რომ
აღიხოცოს თქვენი ცოდვები. ხედავთ? მოინანიეთ და მოიქეცით. შემოხაზეთ ეს სიტყვა. მოიქეცით. მოციქულთა საქმეები 7:39. 7:39-ში წერია. ეს არის ვისი მორჩილებაც არ ისურვა ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და თავიანთი გულებით ეგვიპტისკენ მიიქცნენ. აი ამ ადგილას ეს სიტყვა გამოყენებულია უარყოფითი მნიშვნელობით. არა ღვთისაკენ მოქცევის მნიშვნელობით, არამედ პირიქით, საპირისპირო მიმართულების აღსანიშნავად. მოციქულთა საქმეების 9:35. ხედავდა მას ყველა, ვინც ლიდასა და შანონში ცხოვრობდა და მოიქცნენ ისინი უფლისაკენ. ისევ ხედავთ აი ამ საინტერესო სიტყვას. მოიქცნენ უფლისაკენ. ხედავთ? თლად ეს სიტყვა არ არის მონანიება, არც სიტყვა რწმენა, არამედ განსაკუთრებული მნიშვნელობის ცალკე მდგარი სიტყვა ტერმინი მოქცევა. მოიქცნენ უფლისაკენ. მოციქულთა საქმეების მე-11 მუხლი. და იყო უფლის ხელი მათთან, გახსოვთ დასაწყისში, როგორ განვმარტეთ ჩვენ მოქცევა, რომ მოქცევა გამოირჩევა ღმრთის ჩარევის აუცილებლობით. აი, საიდან მომდინარეობს ასეთი განმარტება. საქმეების მე-11:21. და იყო უფლის ხელი მათთან. ძალიან ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლისაკენ. ისევ მოიქცა უფლისაკენ, მაგრამ უშუალოდ ღვთის ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი. მოქცევა უფლისაკენ. უბრალოდ დაფიქრდით ამ ყველაფერს. შემდეგ მოციქულთა საქმეების 14:15. ნახეთ რა უხვად არის ტექსტები ახალ აღთქმაში ამ სიტყვის გამოყენები და ეს ძალიან საგულისხმოა. 14:15. კაცნო, ამას რა შეადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვარ და გახარებთ, რომ ამ ამაოებისაგან მოიქცეთ ცოცხალი ღვთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი და რაც მათ წიაღშია. რომ ამ ამაოებისაგან, ანუ კერპებისაგან, მოიქცეთ ცოცხალი ღვთისაკენ. ეს იყო ქადაგების შინაარსი. ისევ მოქცევა ეს სიტყვა ღვთისაკენ. კიდევ მოციქულთა საქმეების 26:18. ხედავთ მოციქულთა საქმეებში რამდენჯერ არის ეს სიტყვა გამოყენებული. 26:18. მათი თვალების ასახელად და ბნელიდან ნათლისაკენ და სატანის ხელმწიფებიდან ღვთისაკენ მოსაქცევად, რათა ჩემ და მირწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი გაწმენდილებთან ერთად. ეს უფლის სიტყვებია. აქაც ჩვენ ხვდებით ასეთ სიტყვებს. თვალების ასახელად და ბნელიდან ნათლისაკენ და სატანის ხელმწიფებიდან ღვთისაკენ მოსაქცევად. ისევ სიტყვა მოსაქცევად შემოხაზეთ ეს სიტყვა. უკვე მე რამდენჯერ ხვდებით ამ სიტყვას მოქცევას ღვთისადმი. პირველი თესალონიკელთა 1:9. ეხლა გადავიდეთ ეპისტოლეებში. პირველი თესალონიკელთა 1:9. თქვენ თუ ვერ ასწრებთ გადაშლას, მაგაზე არ იდარდოთ, შეგიძლიათ მოინიშნოთ, მე წაგიკითხავთ, თავარია მოისმინოთ და გაიასროთ, რომ ეს სიტყვა მოქცევა არის
განსაკუთრებული ტერმინი საღვთო წერილში გამოყენებული ჩვენი ღმერთთან ურთიერთობის აღსანიშნავად. არის ბიბლიური ტერმინი, თეოლოგიური ტერმინი, ბიბლიური სიტყვა, თეოლოგიური ტერმინი. პირველი თესალონიკელთა პირველი თავის 9 მუხლი. რადგან თვითონ ყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა ქონდა თქვენთან და როგორ შემობრუნდით კერპებისაგან ღვთისაკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს. შემობრუნდით, ანუ მოეკეცით კერპებისაგან ღვთისაკენ. აქაც ჩვენ ხვდებით ამ სიტყვის გამოყენებას. მოდით ნახოთ კათოლიკე ეპისტოლეებში, ანუ ჩვენ ვიცით, რომ ეპისტოლეები ორ ჯგუფად იყოფა. ხო ასეა, სულ გვაქვს რამდენი ეპისტოლე? 21. 21 წერილი გვაქვს. 21. აქედან 13+1 პავლეს მიეკუთვნება, ხოლო დანარჩენი 7 მიეკუთვნება სხვა მოციქულებს და ისინი გაერთიანებულნი არიან ერთი სახელწოდების ქვეშ, კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეპისტოლები, სულ 7-ია. იაკობის, პეტრეს 2, შემდეგ იოანეს 3 და 1 იუდასი. აი ამ წერილებს კათოლიკე ეპისტოლეები ეწოდება. იმიტომ რომ არ არის მინიშნებული ზუსტი ადრესატი. პავლეს წერილებში ჩვენ ვხედავთ წერილი თესალონიკელთა მიმართ, კორინთელთა მიმართ, რომაელთა მიმართ და ასე შემდეგ. ორ ჯგუფად იყოფა. ხო გვახსოვს ეს? ორ ჯგუფად 21 ეპისტოლე გვაქვს. ახალ აღთქმაში 21 ცალკე წიგნი გნებავთ, წერილი, რომელთაც იკვებება ეკლესიის რწმენა, სარწმუნოება, იზომება მისი ცხოვრება და ჩვენ სულდგმულობთ სწორედ ამ წერილებიდან. ეს წერილები არის ერთგვარი ინსტრუქცია ჩვენთვის, რისი გჯეროდეს, როგორ ვიცხოვროთ, როგორი ურთიერთობა გქონდეს, როგორ შევიკრიბოთ, როგორ მოვაწყოთ ეკლესია და ასე შემდეგ. 4 სახარება ეს არის საკანონმდებლო. 4 წიგნი, რომლებიც ქრისტეს შესახებ მოგვითხრობს მის შობაზე, მის ცხოვრებაზე, მსახურებაზე, სიკვდილზე, აღდგომაზე, ამაღლებაზე. კარგით, ეხლა გადავინაცვლოთ პავლეს წერილების კორპუსიდან, ასე უწოდებენ მას, ორი კორპუსი გვაქვს, ანუ ორი ჯგუფი, პავლეს წერილები და საყოველთაო წერილები. პავლესთან უკვე ვიყავით, ეხლა გადავინაცვლოთ საყოველთაო წერილებში, ანუ კათოლიკე წერილებში კიდევ ასე მოიხსენება ეს ჯგუფი. იაკობის მეხუთე თავის მე-20 მუხლი. იქაც ჩვენ ვხედავთ და ხვდებით აი ამ სიტყვას. აბა ვნახოთ იაკობთან გვაქვს თუ არა ეს სიტყვა, გვაქვს 5:20. იცოდეს რომ ცოდვილის მომქცევი მისი ცდომილების გზიდან სიკვდილისაგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს. ნახეთ, რა სიტყვა გამოყენებული არა თქვათ მონანიება ან რწმენა, არამედ აი ეს სიტყვა მოქცევა. აი დაიმახსოვრეთ ეს სიტყვა მოქცევა. შეიძლება ადრე არ აქცევდით ამ სიტყვას მნიშვნელობას, არ გამოყოფთით, მაგრამ ჩვენ ვრწმუნდებით აი ამ ტექსტების კითხვისას, რომ ამ სიტყვას აქვს თავისი გამოყენება და განსაკუთრებული ადგილი საღვთო წერილში, როგორც ღმერთთან ურთიერთობის განსაზღვრელი ტერმინი. მოქცევა. ჩვენი ღმერთთან ურთიერთობა გამოიხატება აი ამ სიტყვით. ახლა კი გადავიდეთ ჩვენს ძირითად თემაზე. აი ამ მოკლე წინათქმის შესავლის შემდეგ. აქვს თუ არა მოქცევას თავისი დამახასიათებელი არსებითი ნიშნები. სხვანაირად დავსვამთ ასეთ შეკითხვას. როგორ განსაზღვროთ, მოქცევა შედგა თუ არა? აქვს თუ არა მოქცევას თავისი ნიშნები, რომ განისაზღვროს, რომ
მოქცევა ნამდვილად მოხდა. ეს შეკითხვა არის ძალზედ მნიშვნელოვანი რამოდენიმე მიზეზის გამო. საქმე გახლავთ ის, რომ არსებობს ნამდვილი, ჭეშმარიტი მოქცევა და ყალბი მოქცევა. მითო მოქცევა, თითქოს მოქცევა. არსებობს ნამდვილი მოქცევა. არადა ეს სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. წავიწიოთ წინ და დავსვათ შემდეგი შეკითხვა. და რა საჭიროა ამის დადგენა? ჭეშმარიტი მოქცევა თუ ვითომ მოქცევა? რა საჭიროა საერთოდ? საჭირო არის არა ინტერესის გულისთვის. არამედ საჭირო და აუცილებელია შეფასების თვალსაზრისით. როდესაც ვლაპარაკობ შეფასებას, იგულისხმება შეფასება ორი ასპექტით, ორი კუთხით. თვით შეფასება და სხვისი შეფასება, ანუ ერთმანეთის შეფასება. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, ჩემო მეგობრებო, ძმებო და დებო, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება ადამიანმა დასვას, ვიდრე ის სუნთქავს და არ მომკვდარა, არის გადარჩენილი ვარ მე თუ არა. მოქცეული ვარ მე თუ არა, ანუ. იმიტომ როგორც თქვენ ნახეთ ამ ტექსტებიდან, მოქცევა ნიშნავს ღმერთთან შერიგებას, შემოტრიალებას, ზიარებას ღმერთთან. სხვა ადამიანად გახდომას. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ეს არის კითხვათა შორის. ვარ მე ხელახლა ჩობილი თუ არა? იესომ ხო უთხრა ნიკოდიმოს, ნუ გაგიკვირდებათ, შენ და ყველანი. უნდა რა გააკეთოთ? უნდა უბრალოდ რა უნდა მოხდეს? უნდა იშვათ ხელახლა. იმისათვის რომ ცათა სასუფეველში შეხვიდეთ, ან დაინახოთ, თქვენ ყველანი უნდა იშვათ ხელახლა. ამაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ არსებობს. უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მაქვს თუ არა სამსახური, ან მექნება თუ არა სამსახური, რამდენი მაქვს შემოსავალი. ვარ თუ არა ჯამრთელი ამაზეც, არადა ჯამრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენხანს ვიცოცხლებ? ვიქორწინებ თუ არ ვიქორწინებ, ვიზზე ვიქორწინებ, არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სად ვიცხოვრებ? რას გავაკეთებ? როგორი ცხოვრება მექნება? აი ჩამოთვალეთ ნებისმიერი შეკითხვა ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. აი წარმოიდგინეთ ყველაზე მნიშვნელოვანი. და შემდეგ აი ამ ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვების შემდეგ დასვით სწორედ ეს შეკითხვა, რომელიც ამ ყველა თქვენ მიერ ჩამოთვლილ შეკითხვაზე მნიშვნელოვანია სინამდვილეში. როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. იმიტომ რომ ფიქრი ან შეკითხვა, ჩემი შვილი რამდენხანს იცხოვრებს, იქნება თუ არა ჯამრთელი, სად ისწავლის, სად იმუშავებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვებია. და ნებისმიერი მშობელი ზრუნავს ამაზე, ფიქრობს ამაზე, ლოცულობს, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია, ჩემი შვილი მარადიულობა სად გაატარებს, გადარჩენილია თუ არა. ხელახლა ჩობილი არის თუ არა. ცოდვები მას მიტევებული აქვს თუ არა. რომ დამთავრდება ეს ცხოვრება და ქრისტე დაბრუნდება, სად გაატარებს მარადიულობას? ცათა სასუფეველში თუ მარადილ სატანჯველში? ამაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, მეგობრებო, არ არსებობს. ამაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ არსებობს. აი ამიტომ არის საყურადღებო და აი ამიტომ არის საგულისხმო და განსაკუთრებულად ღირებული ჩვენ მიერ დასმული შეკითხვა. და საერთოდ საკითხი ჩვენ მიერ წამოჭრილი მოქცევას აქვს თუ არა თავისი ნიშნები. ჭეშმარიტ მოქცევას. როგორ გავარჩიოთ ჭეშმარიტი მოქცევა ყალბი მოქცევისგან? ეხლა წარმოიდგინეთ, უფრო საშინელება არ არის, როცა ადამიანს გონია, რომ მოქცეულია, ან თვითონ, ან მისი ძვირფასი გარემომცველი ადამიანები და სინამდვილეში არ არიან ისინი მოქცეულები. ხო უფრო საშინელებაა.
რომ გონია რომ მოქცეულია, ცხოვრობს რომ მოქცეულია, ან სხვებზე ფიქრობს, შეხო თქვით რომ ეს შეკითხვა, ეს საკითხი მნიშვნელოვანია შეფასების თვალსაზრისით. შეფასება ორი მიმართულებით. საკუთარი თავისადმი, ანუ მე ვარ თუ არა მოქცეული და მახარებლობის საქმეში. როდესაც ჩვენ უზიარებთ სხვა სახარებას, ვუმოწმებთ სახარებას, ვეუბნებით ქრისტეზე, ან ვიღაცა შემოდის ეკლესიაში და სურს ეკლესიის წევრი რომ გახდეს. საიდან იცი რომ ის ნამდვილად მოქცეულია? მე მახსოვს ერთი ადამიანი როგორ დადიოდა საკრებულოში, მსახურებას არ აცდენდა. აი ასე ქონდა ბიბლია. აი ასე ქონდა. რომ თავდებოდა მსახურება ისეთი ძდილობიანად, თავაზიანად მოვიდოდა, მეტყოდა შეკითხვები მაქვს. მაგრამ დრო მანახა და აგერ ჩვენმა ძმამ ილიამ კოჭებში იცნო რანაირი გულით დადიოდა და ვინ იყო სინამდვილეში და იყო თუ არა მოქცეული. არ იყო მოქცეული და დადასტურდა რომ არ იყო მოქცეული. ასე რომ ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი. უფრო მეტად მნიშვნელოვანი ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ერთი შეხედვით წარმოვიდგინოთ. მოქცევას, ანუ ჭეშმარიტ მოქცევას, ნამდვილ მოქცევას აქვს თუ არა თავისი ნიშნები, დამახასიათებელი ნიშნები. აი, მედიცინის ენაზე რო ვთქვათ, სიმპტომები აქვს თუ არა მას? აი, რომ მივდივართ ექიმთან, როგორ იწყება ექიმთან ვიზიტი? საერთოდ როგორ იწყება ექიმთან ვიზიტი? პირველი, ეუბნები, უყვები შენს ამბავს, მდგომარეობას. ექიმი გისმევს შეკითხვებს. აბა მითხარი. და უყვები სიმპტომებს. და მოლოდინი არის რომ სიმართლეს ეუბნები. შემდეგ რა შვება ექიმი? გიშვებს საითკენ ანალიზებზე. ამას შვება, ეს არის პირველადი ქმედებები, ღონისძიებები. და შემდეგ გააჩნია ექიმის კვალიფიკაციას, მის დონეს, კეთილსინდისიერებას, ის აფასებს სიტუაციას, ნიშნავს მკურნალობას და ასე შემდეგ. სიმპტომები. სიმპტომები. რა არის ჭეშმარიტი მოქცევის სიმპტომები? რა არის ყალბი, რატომ არის ყალბი? რაც უფრო ემსგავსება ორიგინალს, მით უფრო კარგი ყალბია, ხო ასეა? რაც უფრო ემსგავსება. აი, იმიტომ არის სპეციალისტებია, რომ განასხვავონ ნამდვილი არანამდვილისაგან, მაგრამ ეს არანამდვილი რომ ძალიან გავს ნამდვილს რა უნაქნა. ამიტომ უნდა მივმართოთ სპეციალისტს, როდესაც ოქროს ყიდულობთ. რა გარანტია გაქვთ, რომ ნამდვილ ოქროს ყიდულობთ? ან ძვირფას თვალს ყიდულობთ? ან ის, ვინც ყიდით რაღაცას და გეუბნებათ, აი ესეთი ოქროა, რა გარანტია გაქვთ? ან ასეთი თვალია, რა გარანტია გაქვთ? ან რაღაც შემოქმედებას, ნახატს იძენთ და გონიათ, რომ ეს არის ის, რაც არის და სინამდვილეში ეს არის რა? ეს არის გაკეთებული ასლი და არა ნამდვილი. ყველას გაქვთ არა ნანახი? ძველი ფილმი. მუზეუმში რო იპარებიან. გაგახსენდათ ხო ეს ფილმი? იტალიური ფილმი. და შემადგენელი ნაწილი ამ ქურდობის არის ის, რომ ჯერ სპეციალურად ამზადებენ ასლს. შეაქვთ ეს ასლი. რომ ვერავინ ვერ გაიგოს. ხოლმე სპეციალისტი მიხვდება განსხვავებას. ძალიან გავს აი ალტერნატიული ყალბით სრულ ვითომ მოქცევა ნამდვილ მოქცევას. ძალიან გავს. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი მოქცევის ნიშნები. ეს კითხვა კიდევ უბრუნდები ამ კითხვას არის გამსაზღვრელი ყველაფრის. საბედისწერო შეკითხვა. გაიხსენეთ სახარებიდან დიდარი ყმაწვილი მიახლა ქრისტეს რა შეკითხვით? კეთილო მოძღვარო, რა აინტერესებდა მას? სად დავიწყო მუშაობა? კეთილო მოძღვარო, მომცემ კიდევ მეც სიმდიდრეს. კეთილო მოძღვარო, მექნება თუ არა წარმატება? კეთილო მოძღვარო, რამდენხანს ვიცხოვრებ ამ დედამიწაზე? კეთილო მოძღვარო, რაო? რა გავაკეთო რომ ცათა სასუფეველი დავიმკვიდრო? ამაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა არ არსებობს, მეგობრებო. რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელი იქნები, წარმატებული, კარგი კარიერა გექნება, 120 წელს იცხოვრებ, კარგით, 140 წელს იცხოვრებ. და შემდეგ რა?
იმის შემდეგ რა მოხდება? ჩვენი მარადიულობა ვისთან იქნება, რასთან იქნება? სად იქნება? გავიხსენოთ წმინდა პავლე მოციქულის მსახურება ფილიპეში, როდესაც საპატიმროში აღმოჩნდნენ. წმინდა პავლე და სილა და მოხდა საოცარი მიწისძვრა. რა შეკითხვით მიმართა საპატიმროს ზედამხედველმა მოციქულებს? როდესაც შიშის ზარი დაეცა მათ, რა გავაკეთო, რო გადავრჩევო? რა გავაკეთო, რო გადავრჩევო? ეს იყო მთავარი შეკითხვა. რა გავაკეთო მე, რო გადავრჩე? ყველა მოაზროვნე ადამიანი ერთხელ მაინც დაუსვამს თავის თავს ასეთ შეკითხვას: ვარ მე გადარჩენილი? ვარ მე ხელახლა ჩობილი? ჩემი ცოდვები მიტევებულია? რა უნდა ვქნა, რომ მე ღმერთთან მქონდეს მოზიარეობა? მეცაც გეტყვით. მორწმუნე ადამიანიც მინიმუმ ერთხელ მაინც, ანუ ნამდვილად მოქცეული ადამიანიც მინიმუმ ერთხელ მაინც თუ მეტჯერ არა, თავის თავს პერიოდულად დაუსვამს ამ შეკითხვას. რა თქმა უნდა, მე არ ვლაპარაკობ უკიდურესობებზე, როდესაც ადამიანები არიან დაკავებულნი საკუთარი თავის არქეოლოგიური გათხრებით. ეძებენ, გადარჩენილები არიან თუ არა, ეძებენ. მეორენი კიდევ ზედმეტად თვით დაჯერებულები არიან, მაგრამ როდესაც ჩვენ ვრჩებით ჩვენს თავთან ერთი ერთზე, ერთხელ მაინც უსვამთ შეკითხვას: მე ჭეშმარიტ გზაზე ვდგავარ თუ არა? გადარჩენილი ვარ თუ არა საერთოდ? ჩემი ცოდვები მიტევებული არის თუ არა? ან მომეტევება თუ არა ცოდვები? ან საერთოდ რა გზას ვადგივარ? შევალ თუ არა ღვთისასუფეველში, ვიხილავ თუ არა ღვთისასუფეველს? ეს ნორმალურია ეს შეკითხვა. წმინდა პავლე მოციქული თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში კორინთელებს ეკითხება: საკუთარი თავები გამოსცადეთ, ხართ თუ არა რწმენაში? იცით, პასუხი ამ შეკითხვაზე გვეხმარება ერთი მხრივ, რომ არ ვიყოთ ზედმეტად თვით დაჯერებულები და მეორე მხრივ არ ვიყოთ ზედმეტად თვით კრიტიკულები. არამედ გქონდეთ ბიბლიური დარწმუნებულობა. ღვთისაგან მონიჭებულ, მოცემულ გადარჩენაში. გვესმის რაზე ვსაუბრობთ? ეს არის შეკითხვა. რეფორმაციის დიდი მამა მარტინ ლუთერი იწყებს თავის სულიერ მოგზაურობას სწორედ ამ შეკითხვით. ვიდრე ის მიაგნებდა აი ამ მაცხოვნებელ სწავლებას რწმენით გამართლების შესახებ, რომელთა მიმართ ეპისტოლეში, ყველაფერი დაიწყო სწორედ ამ შეკითხვით. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ იტანჯებოდა ამ შეკითხვის გამო, ბერი იყო, მონაზონი იყო, მონაზნურად ცხოვრობდა, ყველა წესასრულებდა, მაგრამ მაინც ვერ გზნობდა თავის თავს კმაყოფილად. ვერ პასუხობდა ამ შეკითხვას. თავის სულიერ მოძღვარს, დოქტორ შტაუფიც უზიარებდა საკუთარ განცდებს. იდგა და გაუთავებლად ინანიებდა ყველა ცოდვას. რომ რამენაირად საკუთარ თავში მოეძებნა პასუხი, რომ მე ვარ გადარჩენილი, რომ ღმერთმა მომიტევა შეცოდებები. ეშინოდა. განიცდიდა. შეწუხებული იყო მისი სინდისი. ამით დაიწყო რეფორმაცია საერთოდ. აბა დავფიქრდეთ, რამდენ ადამიანს დღეს აინტერესებს აი ეს საკითხი. ყოველთვის წინა პლანზე გამოდის, რომ არსებობს კიდევ სხვა კაცო მნიშვნელოვანი საკითხები. ჯერ ეს უნდა გადავჭრა, მე ეს არ მცალია ამ შეკითხვისთვის. ამ საკითხისთვის ჯერ არ მცალია. მაცალე ცხოვრება და მე სიბერის ჟამს შეიძლება დავფიქრდე. რა არის ჭეშმარიტი მოქცევის ნიშნები? დღეს ჩვენ მხოლოდ ერთ ნიშანს შევეხებით, აი ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ვიდრე შევეხებოდეთ, მინდა დაგისახელოთ ორი ავტორი, მინიმუმ ორი ავტორი. იცით, ამ საკითხზე მარტო ჩვენ კი არ დავინტერესებული ვართ დღეს. ამ საკითხზე სხვაებიც დაინტერესებულან.
სხვაებიც. და ძალიან სერიოზული და ძალიან ცნობადი სახეები, ღვთისმეტყველები. ვინმესთვის არის თუ არა ცნობილი ეკლესია Metropolitan Tabernacle. Metropolitan Tabernacle. არის თუ არა ცნობილი ეს ეკლესია. ეს არის ეკლესია საკრებულო, რომელიც 1650 წელს შეიქმნა ლონდონში. მაგრამ ვისით არის ეს ეკლესია ძალიან ცნობილი? გვსმენია თუ არა ჩარლზ სპერჯენი? ჩარლზ სპერჯენი რამდენმა თქვით, რომ კი გვსმენია. სწორედ ჩარლზ სპერჯენი მსახურობდა ამ ეკლესიაში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამით გახდა ეს ეკლესია ძალიან ცნობილი. გარკვეული წლების განმავლობაში ის იმყოფებოდა და მე ძალიან გამიგვირდა, რომ ეს ეკლესია დღემდე არსებობს ლონდონში და ამ ეკლესიაში მსახურობს ძალიან ცნობადი სახე დოქტორი პიტერ მასტერსი. ჩათვალეთ, რომ სულიერი მემკვიდრეა ჩარლზ სპერჯენის. თავად ეს საკრებულო ცნობილი არის Metropolitan Tabernacle. Metropolitan ნიშნავს მეტროპოლისი, დედაქალაქი, დიდი ქალაქი. Tabernacle არის კარავი. დედაქალაქის კარავი. შეიძლება ასე გადავთარგმნოთ. Metropolitan ზეცერთავის სახელია, დედაქალაქთან დაკავშირებული, დედაქალაქის კარავი. სპერჯენის გამოა ცნობილი ეს ეკლესია. დღემდე არსებობს და როგორც თქვით დასაწყისში, არაერთი ადამიანი დაინტერესებულა ამ საკითხით. ჭეშმარიტი მოქცევის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, ნიშნები რა შეიძლება იყოს, რომ განვასხვაოთ ჭეშმარიტი მოქცევა ყალბი ვითომ მოქცევისგან. და გავაკეთოთ ეს რა მიზანდასახულობით? შეფასებისთვის. შეფასება მოიცავს ორ ასპექტს. შევაფასოთ ჩვენი თავები და შევაფასოთ გარემოცვა, ვისაც უზიარებთ სახარებას. რომ ვიყოთ დარწმუნებულები, მოექცნენ თუ არ მოექცნენ. უკვე ჩვენ განვიხილეთ უამრავი ადგილი დღეს საღვთო წერილში, სადაც გვხვდება ეს სპეციფიკური სიტყვა მოქცევა, რომელიც გამოხატავს და განსაზღვრავს ჩვენს მოტრიალებას, მობრუნებას ღმერთთან. ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან. ჩვენ ამაში დავრწმუნდით. მოციქულთა საქმეებიდან, ეპისტოლეებიდან, როგორც წმინდა პავლეს ეპისტოლეების კორპუსიდან, ასევე საყოველთაო ეპისტოლეების კორპუსიდან, რამდენჯერ არის ეს სიტყვა მოხსენებული. მოქცევა, 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 მოქცევა. ეს საკითხი გვეხმარება იმაში, რომ ვუპასუხოთ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას, რაც კი შეიძლება წარმოიშვას ადამიანის გულში და გონებაში, ვიდრე ის სუნთქავს. გადარჩენილი ვარ მე თუ არა? მომეტევა თუ არა ჩემი ცოდვები? ვარ თუ არა ხელახლა შობილი? ის, ვისაც მე გაუზიარე სახარება, მოექცა თუ არა? იმიტომ რომ ყალბი ვითომ ძალიან გავს ნამდვილს. სწორედ დოქტორი პიტერ მასტერსი დაინტერესა ამ საკითხით და მან თავისი აზრები დაწერა კიდეც წერილობით ფორმაში და გამოუშვა პატარა წიგნი სახელწოდებით ჭეშმარიტი მოქცევის უეჭველი, ნამდვილი ნიშნები. უცილობელი, საიმედო, უტყუარი, უეჭველი, ნაღდი ნიშნები. და არა მარტო დოქტორ პიტერ მასტერსმა, დღესდღეობით ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ღვთისმეტყველმაც თავის ცნობილ სახელმწიფოში, წიგნში, ნაშრომში
სახელწოდებით სისტემატური ღვთისმეტყველება დოქტორ ვაინ გრუდემმა სპეციალური თავი დაუთმო ამ საკითხს, რომ გავერკვეთ, რაში მდგომარეობს, რა შედეგი, რა რეზულტატი იდება, როდესაც ადამიანი ხელახლად იშვება, ანუ მოექცევა უფლისად. მე დავასახელე ეს ორი პიროვნება, ეს ორი ავტორიტეტი ქრისტიანულ სამყაროში. იმისათვის, რომ ჯერ ერთი ჩვენ კიდევ ერთხელ დავწმუნდეთ, რომ საკითხი, რომელთაც დავინტერესდით, ეს არ არის მარტო ჩვენი დაინტერესება, არამედ ამ საკითხით დაინტერესდნენ და ინტერესდებიან სხვებიც და ძალიან ცნობილი სახეები და ღვთისმეტყველები. და მეორეც, რომ საღვთო წერილის საფუძველზე აი ამ ცნობილი ღვთისმეტყველების, ცნობილი სახეების დაკვირვებები, გააზრებები, ფიქრები, დასკვნები, რეფლექსიები მოვისმინოთ. მაშ რა არის პირველი და მთავარი ნიშანი მოქცევის? იცით, ერთი არის ის, რომ ჭეშმარიტ მოქცევას აქვს თავისი უცილობელი, უდავო, საიმედო ნიშნები, მაგრამ ამ ნიშნებს შორის არსებობს რაღაცა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. აი, სწორედ პირველ ნიშანს უწოდებს დოქტორი პიტერ მასტერსი, პირველ ნიშანს უწოდებს მადლის პირველ ნიშანსაც, აი ასე ასახელებს, ასე წარმოთქვამს, ასე აღწერს აი ამ უცილობელ ნიშანთვისებას, მადლის პირველი ნიშანი. ეს არის ცოდვის დაგმობა, ცოდვის გაკიცხვა, ცოდვის მჟავრდება, ან მჟავრდადება. აი პირველი ნიშანი შეგიძლიათ ჩავიწეროთ და ეხლა ვნახავთ შესაბამის ადგილს. ცოდვის დაგმობა, ცოდვის გაკიცხვა, ცოდვის მჟავრდადება. გადავშალოთ მოციქულთა საქმეების მეორე თავის 27-38 მუხლები. ზემორი ხსენებული ავტორი სწორედ აი ამ ტექსტის საფუძველზე მოდის იმ დასკვნამდე, რომ პირველი და უმთავრესი ნიშანი ჭეშმარიტი მოქცევისა არის ცოდვის დაგმობა. ჩვენი მხრიდან ცოდვის დაგმობა, ჩვენი ცოდვის დაგმობა, ჩვენი ცოდვილი ბუნების, ჩვენი ცოდვილი თავის დაგმობა. მეორე თავში მოციქულთა საქმეებში აღწერილია კაცობრიობის ისტორიაში პირველი მოქცევის მაგალითი. მეგობრებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი პირველი მოქცევა ქრისტიანული ქადაგების წყალობით. ეს არის მეორე თავი მოციქულთა საქმეები. პირველი ქადაგება გაისმა და უამრავი ადამიანი მოექცა. უამრავი ადამიანი მოექცა. და სწორედ ცნობილი ღვთისმეტყველი აი ამ ტექსტის საფუძველზე ამბობს, რომ პირველი და უმთავრესი ნიშანი, აი ნომერ პირველი ნიშანი ჭეშმარიტი მოქცევისა, ნომერ პირველი უტყუარი, უცილობელი, უდავო, საიმედო, უეჭველი, ნაღდი ნიშანი ეს არის ცოდვის დაგმობა ჩვენი მხრიდან. როცა ჩვენ მსჯავრს ვდებთ ჩვენს თავებს. როდესაც ჩვენ მსჯავრს ვდებთ ჩვენს ცოდვებს, ჩვენს ცოდვას. ეს არის პირველი ნიშანი. მაშასე მეორე თავი საგულისხმოა აგრეთვე იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ არის აღწერილი კაცობრიობის ისტორიაში პირველი ქრისტიანული მოქცევა. მოქცევები, რა თქმა უნდა, ბევრი იყო მანამდეც, მაგრამ ქრისტიანული მოქცევა. პირველი ქადაგება აქ გაისმა. მეორე თავში. პირველი ქადაგება ქრისტეს აღდგომის ამაღლების შემდეგ. სულიწმინდა გადმოვიდა მოწაფეებზე, გაისმა პირველი ქადაგება და უამრავი ადამიანი, ათასობით ადამიანი მოექცა. პირველი ნიშანი 27-38 მუხლებით ვკითხულობთ. ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და უთხრეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს. როგორ მოიქცეთ კაცნო ძმანო, ხოლო პეტრემ მოინანიეთ
და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით სოდვების მისატევებლად და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს. თუ გავაგრძელებ შემდეგ კითხვას ასეთ სიტყვებს აღმოვაჩენთ. ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, ანუ ეს გადარჩენის აღთქმა და თქვენს შვილებს, არა მარტო თქვენ შვილებს, ოჯახის წევრებს და ყველა შორეულს, ანუ წარმართებს, ვისაც კი მოუხმობს უფალი ღმერთი ჩვენი. 41 მუხლი. ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლენ და იმ დღეს შეემატა 3000-მდე სული. აი, ეს არის პირველი მოქცევის ისტორია. 37-38 მუხლები. შემოხაზეთ სიტყვები გულზე მოხვდათ. გულზე მოხვდათ. დოქტორი პიტერ მასტერსი ამბობს, მადლის პირველი ნიშანი არის ცოდვის გაკიცხვის განცდა, რასაც მივყევართ ჭეშმარიტი მონანიებისაკენ. ანუ შეხედეთ, გულზე მოხვდათ სიტყვა. რაღაცა თქვა წმინდა პეტრემ და ეს მოხვდათ გულზე. და როდესაც მოხვდათ გულზე, უთხრეს მთქმელს, ანუ პეტრე მოციქულს და დანარჩენ მოციქულებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ. როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ? და პეტრემ რა უთხრა? უკვე მათ ვისაც მოხვდა გულზე სიტყვა, მოინანიეთ, შემდეგ მოინათლეთ. ამიტომ ამბობს მასტერსი, რომ სწორედ გულზე მოხვედრას მიყავს ადამიანი ჭეშმარიტი ნამდვილი მონანიებისაკენ და ნათლობისაკენ. ეხლა მინდა რა შევჩერდეთ აი ამ სიტყვაზე მოხვდათ. ქართულ თარგმანებში აი ეს სიტყვა გადმოცემულია სხვადასხვანაირად. თანამედროვე თარგმანებში გადმოცემულია ეს სიტყვა მოხვდათ რამოდენიმე თარგმანში. ბაჩანა ბრეგაძის თარგმანში ესე თანამედროვე თარგმანი ითვლება. მიაქცეთ ყურადღება, გულის სიღრმემდე შეიძრნენ. მე პირადად ეს თარგმანი უფრო მომწონს და უფრო მხიბლავს. გულზე მოხვდათ 2001 წელსში, 2001 წლის თარგმანში, 2013 წლის თარგმანში, გულზე მოხვდათ. ბაჩანა ბრეგაძის თარგმანში გულის სიღრმემდე შეიძრნენ. არის ცოტა განსხვავება, გულზე მოხვდათ, გულის სიღრმემდე შეიძრნენ. ძველ თარგმანში წერია შეინანეს. მაგრამ სინამდვილეში რა სიტყვა აქ არის გამოყენებული? ორიგინალურ ტექსტში. ორიგინალურ ტექსტში გამოყენებულია ძველი ბერძნული სიტყვა, რომელიც არსად არ ჩნდება მთელ ახალ აღთქმაში გარდა აი ამ ტექსტისა. ეს არის სიტყვა კატანუსო. ერთადერთხელ არის აი ამ ტექსტში კატანუსო. ეხლა ყურადღებით მოისმინეთ, რას ნიშნავს სინამდვილეში ეს სიტყვა, რომელიც ჩვენს თარგმანებში გადმოცემულია როგორც მოხვდათ. ესე იგი პეტრემ რაღაცა თქვა და გულზე მოხვდათ. გულის სიღრმემდე შეიძრნენ. კატანუსო. არსად არ არის მთელს ახალ აღთქმაში, მხოლოდ აქ არის ეს კატანუსო. ორი სიგმათი იწერება და ბოლოს ომეგა. კატანუსო. ზმნა კატანუსო. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს შემუსვრას, განგმირვას, აჩუყებას, აჩვილებას, გამსჭვალვას. აი ეს ნიშნულობები აქვს ამ სიტყვას. შემუსვრას, აი ჩასვით ეს სიტყვა ახლა აქ და ისე წაიკითხეთ. ესე იგი, როდესაც პეტრემ თქვა რაღაცა სიტყვები და რაღაცა ჩვენ ვიტყვით რა თქვა, სინამდვილეში მან სახარება გაუზიარა თანამემამულეებს, ქრისტეზე უქადაგა. და ამ სიტყვების შემდეგ მათ გულზე მოხვდათ. კატანუსო გვეუბნება, შეიმუსრნენ ისინი გულით. განგმირა პეტრემ ისინი. სინამდვილეში სულიწმინდან პეტრეს საშუალები და პეტრეს ბაგეები. გული აუჩუყდათ მათ. აუჩვილდათ გული. გამსჭვალა წმინდა პეტრემ თავისი სიტყვით მათი გულები. გავაგრძელოთ ამ სიტყვის უფრო დეტალური განხილვა. ეს სიტყვა ნიშნავს დაჭრას. ეს უკვე
ცოტა სხვა ნიშნულობას იძენს, დაჭრას. წმინდა პეტრემ დაჭრა მათი გულები. დაჭრა სიტყვა. და მიაქცეთ ყურადღება, რა წერია 37 მუხში, გულზე მოხდათ, ანუ აქა ლაპარაკი ჭრილობაზე გულში. ნუ რა თქმა უნდა, იგულისხმება არა ფიზიკური გული, ხო გვესმის კარგად. ადამიანის შინაგანი ბუნება. დაჭრა. მოქადაგემ დაჭრა სიტყვით. შემდეგ ეს სიტყვა ნიშნავს კატანუსოს მწვავე ტკივილის მიყენებას გულში. მოქადაგემ მიაყენა მწვავე ტკივილი გულში. ეს სიტყვა ნიშნავს წყენინებას, აწყენინა. აწყენინა. ეს სიტყვა ნიშნავს შეურაცხყოფას, შეურაცხყოფ. ეს სიტყვა ნიშნავს გულში მოხვედრას, რაც ჩვენს თარგმანში გადმოიცა სწორედ ამ სიტყვების გულზე მოხვდათო. ეს სიტყვა ნიშნავს შელახვას. ანუ შელახა მათი გრძნობები. რა უთხრა ამისთანა? რა უთხრა ამისთანა, რომ დაჭრა, ტკივილი მიაყენა, აწყენინა, შეურაცხყოფა მიაყენა. რა თქვა ამისთანა? გავაგრძელოთ კიდევ. ბერძნული ენის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს სიტყვა ეკუთვნის, განეკუთვნება ტკივილით აღსავსე განცდას. შეგრძნებას, რომელიც ჭრის გულს როგორც დანით. გესმით? გავიმეორო კიდევ ერთხელ. ბერძნული ენის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ აი ეს სიტყვა კატანუსო, რომელიც აი აქ არის გამოყენებული 37 მუხში, განეკუთვნება ტკივილით აღსავსე განცდას. ანუ ძალიან ეტკინათ მათ. გულში ეტკინათ პირდაპირ. შეგრძნებას, რომელიც ჭრის გულს როგორც დანით. ანუ მათი გული დაიჭრა. პირდაპირ გადაჩეხა წმინდა პეტრე მათი გული. დაჭრა მათი გული, მწვავე ტკივილი მიაყენა მათ. რატომ? დავსვათ შეკითხვა, როგორ მოხდა ეს? იმისათვის რომ გავიგოთ ეს ყველაფერი, დავსვათ ორი შეკითხვა. პირველი, ვის მიმართა პეტრემ ამ სიტყვებით? ვის მიმართა პეტრემ ამ სიტყვებით? და მეორე, რა გამოიწვია ამ სიტყვებმა ამ ადამიანების გულებში? 3000-მდე კაცი აქ წერია. რა უთხრა 3000 კაცს, რომ ყველა დაჭრა გულში? ყველას მიაყენა გულის მწვავე ტკივილი, ყველა აწყენინა, ყველა შეურაცხო. პასუხი ჩვენ წინაშია. წავიკითხოთ 36 მუხლი. აი რა უთხრა მათ. ამრიგად მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ, ანუ მხსნელად, ცხებულად, ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით. ეს იყო მათთვის ძალიან დიდი ტკივილი. გავიხსენოთ, ეს ხალხი რატომ იყო შეკრებილი იქ? პეტრეს ქადაგების მოსასმენად მოვიდა? პეტრეს ქადაგების მოსასმენად შეიკრიბა 3000 კაცი? არა. დღესასწაული იყო. ებრაელთა დღესასწაული იყო. მოსავლის აღების დღესასწაული, 50-ობის დღესასწაული, 3 დღესასწაული ჰქონდათ ებრაელებს რჯულში. ამ 3 დღესასწაულზე ყველა მამაკაცი უნდა გამოცხადებულიყო ტაძარში. ერთ-ერთი იყო ეს დღესასწაული, 50-ობის დღესასწაული და ისინი მოვიდნენ ამ დღესასწაულზე. ანუ ესენი იყვნენ რელიგიური ადამიანები. ღმერთის თაყვანისმცემელი ადამიანები. და რა თქმა უნდა, ისინი გამორჩეული ყველა არასრულებდა ამ მოთხოვნას. მათ დახარჯეს ფული, დრო, ენერგია, ამოვიდნენ იერუსალიმში. იმ დროს ასე ადვილი არ იყო მგზავრობა. სხვერპლი გაიღეს, თაყვანისაცემად მოვიდნენ ღმერთთან. ძალიან ღვთისმოსავი ხალხი იყო, ძალიან ღვთისმოსავი. და გამოდის მოქადაგე და ეუბნება, თქვენ ყველანი ხართ მკვლელები. თქვენ ყველანი ხართ არა უბრალოდ მკვლელები, თქვენ ხართ მკვლელები მესიის, ვისაც თქვენ ელოდებოდით საუკუნეების განმავლობაში. თქვენ ხართ მკვლელები ქრისტესი და თქვენ ხართ მკვლელები თავად ღმერთის. აი, წავიკითხოთ, რა უთხრა პეტრემ. მტკიცეთ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით. გეკითხებით, უშუალოდ მათ აცვეს ჯვარს ქრისტე? არა. უშუალოდ ისინი იყვნენ იქ შეკრებილნი? რა თქმა უნდა არა. მაგრამ პეტრემ დაადანაშაულა ისინი. ეს იყო მათთვის მართლაც
გულის გაჭრა, ეს იყო მათთვის შეურაცხყოფა, წყენინება, ეს იყო მათთვის განგმირვა, შემუსრვა. აი გავიაზროთ ეს ისტორიული კონტექსტი. ჩვენ ვერ გავიგებთ, რატომ მოხდა გულზე, თუ არ გვეცოდინება რა იყო ამის წინსწრებად. ვერანაირად ვერ გავიგებთ, რატომ მოხდა ასე ძალიან გულზე. ეს შეიძლება ჩვენ მოხდეს გულზე, მაგრამ იმ დროს ღვთისმოსავი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ა ブラ ამის მემკვიდრენი, წინადაცვეთილნი, ღვთის საზოგადოების წევრები, ასრულებდნენ რჯულს, ამოვიდნენ დღესასწაულზე, ფიქრობენ, დარწმუნებულები არიან, რომ ღვთის სასურველ საქმეს აკეთებენ, ღმერთის ნებაში იმყოფებიან და გამოდის მოციქული. მათთვის უცნობის სახე პეტრე და ეუბნება, თქვენ ყველანი ხართ მკვლელები. არა უბრალოდ მკვლელები. თქვენ არა უბრალოდ უდანაშაულო ადამიანი მოკალით. თქვენ მოკალით თქვენი მესია. ვისაც ელოდებოდით. ვისთვისაც აკეთებთ ამ ყველაფერს. მეცაც გეტყვით, პეტრე მოთხრა, თქვენ მოკალით თავად უფალი ღმერთი, რომელიც თქვენთან მოვიდა გადასარჩენად. ახლა შეხედეთ რეაქციას. რეაქცია შეიძლება ამ დროს იყოს ორი. პირველი, ან ქვები ჩაქოლავენ ამის გამო და გეტყვიან, როგორ ვკადრებ, რას ლაპარაკობ, ან ჩვენ იქ არ ვიყავით, თავის მართლება და 1000 რამ შეიძლება იყოს. და მეორე არის ის რეაქცია, რომელიც აი აქ მოქცევის დროს ადამიანებს ჰქონდათ. გულზე მოხვდათ და უთხრეს, რა გავაკეთოთ? არანაირი ბრაზი, არანაირი რისხვა, არანაირი გამწარება. ჩვენ გონია, რომ მოსმენილმა სიტყვამ მხოლოდ და მხოლოდ უნდა გვასიამოვნოს, გვანუგეშოს, გაგვამხნევოს, კარგ ხასიათზე დაგვაყენოს, გაგვაცინოს. იცით რა წერია? საღვთო წერილში, ამასთან დაკავშირებით. ამინა რომ წაიკითხოთ, უпроსტად ერთად წავეკითხოთ. ტიმოთეს წერილში წმინდა პავლე მოციქული ტიმოთეს წერილში წმინდა პავლე მოციქული ამბობს ბოლო დროის ერთ-ერთ ნიშანს. ბოლო დროის ერთ-ერთ ნიშანს. და ეს ბოლო დროის ერთ-ერთი ნიშანი ეხება ქადაგებას და ეხება მეორე ტიმოთეს 4:3. ეხება ჩვენს მოსმენას სიტყვისა. უბრალოდ ყური დაუგდეთ და გააკეთეთ კონტრასტი. პირველი ქადაგება, პირველი მოქცევა, პირველი რეაქცია, პირველი რეზულტატი გულზე მოხდათ, შეურაცხყოფა მიიღეს, ღვთისმოსავი ადამიანები, რელიგიური ადამიანები და ეხა ბოლო დროის ნიშნები. მეორე ტიმოთეს 4:3. დადგება დრო, როდესაც საღმოძღვრებას, რომელიც არავის არ შეურაცხყოფს, არავის არ ჭრის, არავის არ აწყენინებს, არავის არ განგმირავს. იმიტომ რომ ის არის ჩვენთვის მაგალითი და ეტალონი. პირველი ქადაგება ქრისტეზე, გადარჩენაზე, რამაც გამოიწვია ათასობით ადამიანის გადარჩენა, სინანული, ნათლობა. აი აქ ჩვენ ხედავთ, დადგება დრო, როდესაც საღმოძღვრებას, ანუ იმ მოძღვრებას, რომელიც მოციქულებმა იქადაგეს, აღარ მიიღებენ, არამედ, მიაქცეთ ყურადღებას, ქადაგება არ გაქრება, მოქადაგეები არ გაქრებიან, არამედ თავიანთი გულის თქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. იცით რა სიტყვაა გამოყენებული ბერძნულში? მაამებელ. ძველ ქართულში სწორედ ძველ ქართულში 4:3. ძველ ქართულში პირველი ტიმოთეს 4:3-ში აი იმ ბერძნული სიტყვის ერთ-ერთი მნიშვნელობა არის გამოყენებული. აი მოისმინეთ. რამე თუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღვრებასა, ნახეთ როგორ წერია, სიცოცხლისა ამას მოძღვრებასა, ანუ მოძღვრება, რომელიც სიცოცხლეს გაძლევს და მოძღვრება ვერასოდეს ვერ მოგცემს სიცოცხლეს, თუ ჯერ არ გეტკინა, ჯერ არ დაიჭერი, ჯერ შეურაცხყოფა არ იგრძენი, ჯერ არ მოგხვდა გულზე. ეს იგივეა, როდესაც დაჩირქებული, უკვე გაფუჭებული კბილით მიდის ექიმთან ადამიანი და იმისათვის რომ
უმკურნალოს საჭიროა განიცადოს რაღაცა ტკივილი. რომ გათავისუფლდეს ამ ჩირქიანი კბილისგან, ჯერ უნდა ეტკინოს. ძველ ქართულში წერია 4:3-ში, რამე თუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღვრობასა, ანუ სიცოცხლის მოძღვრებას, რომელიც სიცოცხლეს გაძლევს, არა თავს იდებდნენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა, თვისისა შეიკრებდნენ მოძღვართა, მეაქცეთ ყურადღება, ყურის მაამებელი როგორა გადათარგმნილი, ქავილითა ყურითაითა. ბერძნული სიტყვა ნიშნავს ქავილს. ქავილს და კიდევ ეს სიტყვა ნიშნავს შეხიცინებას. ეს არის მოქადაგე ან ქადაგება, რომელიც გაგაცინებს. ზოგს ეცინება ხო, თქვათ, განსაკუთრებულ ადგილებში თუ ვინმე მოუქიცინებს და ზოგს არ ეცინება. აი ალეგორია, ანუ მეტაფორა, რომელიც წმინდა პავლეს მოყავს ამ ადგილას, რას გულისხმობს? ქადაგება, რომელიც მოგიფხანს, როგორც ძველ ქართულში წერია, მოგიქავებს, შეგიღუტუნებს. შენს აზრებს შეგიღუტუნებს ისე, რომ კარგ ხასიათზე დაგაყენებს, გაგაცინებს. მეტაფორა ასეთია. მინდა გითხრათ, რომ პირველი ქადაგება, რომელიც გაისმა და რომელმაც რეალური ეფექტი მოიტანა, რა როგორ გონიათ ამ მოქადაგეების ან ამ მოძღვრების ქადაგება, რომლებიც ყურს, ანუ სმენას უკავის, აცინებს, კარგ ხასიათზე აყენებს, არ ყავს მიმდევრები? როგორ არ ყავს მიმდევრები? როგორ არ ყავს? ახლა რომელს აირჩევდით თქვენ? სიტყვას, რომელიც გატკენთ, გაჭრის, შეურაცხყოფას მოგაყენებს თუ გაგაცინებთ, კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. мотивაციას მოგცემ და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ ღვთის სიტყვას არ შეუძლია და არ აკეთებს ამ საქმეს. არ ანუგეშებს, არ ამხნევებს, არ გაძლევს мотивაციას, მაგრამ თავის ადგილას. ტკივილის შემდეგ. პირველი რეაქცია. მინდა რომ თქვენ შეადაროთ, აი ეს კონტრასტი გააკეთოთ. პირველი ქადაგება, პირველი მოქცევა ათასობით ადამიანი და ეს მეორე. აირჩევენო ბოლო დროსო, ანუ უამრავი მიმდევარი იქნებაო. უამრავი მიმდევარი იქნებაო. იქაც იქნება მოქცევა და აქაც იქნება მოქცევა. აქ იქნება მოქცევა ქადაგებისგან, რომელიც ყურს ადამიანს უკავის, რომელიც აცინებს, კარგ ხასიათზე ამყარებს, მაგრამ არ იწვევს მასში არანაირ გმობას და მჟავრდადებას ცოდვისადმი. აი ამიტომაც სამართლიანად დოქტორი პიტერ მასტერსი თავის პატარა წიგნში პირველ ნიშანს, ის ასე უწოდებს, მადლის პირველი ნიშანი. თანაც რა საინტერესოა რა, მადლი ეს არის ის, რაც კურნავს, ის რაც გადაგარჩენს, ის მაინც მადლის პირველ ნიშანს უწოდებს სწორედ ცოდვის გაკიცხვას, ცოდვის დაგმობას და იმ ტკივილის განცდას, რომელიც ადამიანს გააჩნია აი ამ გაკიცხვის დროს. 50 ფსალმუნის მე-17 მუხში წერია: გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. არა შეურაცხყოს. გული შემოსრული და დამდაბლებული. ქრისტემ თავის ქადაგებაში მთასა ზედა ერთ-ერთ ნეტარებაში განაცხადა ამგვარი რამ. როდესაც ის სხვადასხვა ნეტარებაზე საუბრობდა. ანუ აქ არ არის ლაპარაკი იმ სიტყვაზე, რომელიც ქიცინს და მხიარულებას იწვევს.
აქ არის იმ სიტყვაზე, რომელიც ტკენს, მაგრამ რეალურ მოქცევას იწვევს. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაწყებიან. მოქცევა ორი ასპექტით ხასიათდება. ორი დამოკიდებულება იკვეთება. ერთი ცოდვისადმი და მეორე ღვთისადმი. მე არ მქონდა მიქცეული ყურადღება და დოქტორი მასტერსი მაგალითის სახით იშველიებს ეგრეთ წოდებული ვარსკვლავების მოქცევის დამოწმებებს. და დამოწმებას ის თავის ამ პატარა წინგში ბრჭყალებში აქცევს. როგორ გამოდიან და როგორ ყვებიან. ხშირად თქვენ გაიგონებთ, რომ ტაისონი მოექცა ქრისტიანი გახდა, ვთქვათ. ის მოექცა ქრისტიანი გახდა, ეს მომღერალი მოექცა ქრისტიანი გახდა და სიამდვილეში მათი მოქცევის ისტორია ეს არის რაღაც ოხუნჯობა, რაღაც ანეკდოტები, რაღაც მასხრობა. არ იკვეთება ცოდვისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, გაქცევა, უარყოფა, დაგმობა, მჟავრდება, თქმა, რომ იღუპები ამ ცოდვის გამო და უკვე მოგწყურდა სიმართლე, ანუ სხვანაირი ცხოვრება, რამდვილი, რეალური ცხოვრება ღვთის წინაშე. რატომ გახდა ეს შესაძლებელი? რომ ამდენი ადამიანი ასეთი სიტყვის შემდეგ მიუხედავად ტკენისა, მიუხედავად დაჭრისა, ამოდენა ხალხი მოქცეულიყო და პირველ ეკლესიას 120-მდე კაცს 1000-ობით ადამიანი შემატებოდა. იმიტომ რომ ღმერთმა იესო ქრისტე გახადა უფლად და ქრისტე. და მხსნელად რის მხსნელად? ჩვენ თქვით დასაწყისში აქედან დავიწყეთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი შეკითხვა. ის რისი მხსნელია? დააყვანა ქრისტესი, რომ ის არის მხსნელი ცუდი ამინდისაგან. ის არის მხსნელი ავადმყოფობისაგან მხოლოდ. ის არის მხსნელი რაღაცა სირთულეებისაგან. ის არის მხსნელი კრიზისებისაგან. ის არის მხსნელი შიმშილისაგან და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს საერთოდ უარყოფას, ხაზის გადასმას. ეს ნიშნავს მის დამცირებას და მისი მხსნელობის უკუგდებას. იმიტომ რომ ის უპირველეს ყოვლისა არის მხსნელი ცოდვისაგან. მას შეუძლია უამინდობისაგანაც იხსნას, მაგრამ ის არის მხსნელი რისგან? ცოდვისაგან. ამიტომაც პირველი ნიშანი ჭეშმარიტი მოქცევის არის ის, რომ ადამიანი საკუთარ თავში განიცდის საკუთარი ცოდვების დაგმობას. მსჯავრდებს. თუ ადამიანი განიხილავს ქრისტეს ჯვარცმას, როგორც ღვთის აუცილებელ და ერთადერთ საშუალებას ჩვენი გადარჩენისა, მაშინ ის აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ არა რომაელებმა, არა ებრაელებმა, არა სხვა ვინმემ, არა იუდამ, არამედ მე ჩემი ცოდვების გამო ვაცვი ის ჯვარს. როგორც ვთქვით, ეს ხალხი, რომელიც ამოსული იყო ღვთისმოსავი ხალხი, შეიძლება უშუალოდ იქ არ მონაწილეობდა. როდესაც პილატემ თქვა, რომელი გაგითავისუფლოთო, მე ვარ პრეტორიუმში ნამყოფი. იქ ბევრი ხალხი ვერ შეიკრიბება. და რა თქმა უნდა, ეს ხალხი ყველა მხრიდან იყო ჩამოსული იერუსალიმში. მაგრამ პეტრე ეუბნება თქვენ მოკალით ის. ის მოკვდა იმისათვის, რომ ჩვენ გადავრჩით. მან გაიზიარა ჩვენი ცხოვრება და გახდა როგორც ერთი ჩვენგან. და როდესაც ქრისტე იბადება, ანგელოზი იოსებს ეუბნება და არქმევს სახელად იესოს, ვინაიდან ის არის მხსნელი, რის გამხსნელი, რის გამხსნელი. კურნავს თუ არა? კი, კურნავს. მაგრამ ეს არ არის აქცენტი, ეს არ არის მთავარი. ის არის მხსნელი ცოდვისაგან. სწორედ ცოდვის გამო დაისაჯა ის ჯვარს. დიახ, მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი, გაიტანჯა ჩვენი ტკივილებით. ის მდიდარი გაღატაკდა
მაგრამ ეს ყველაფერი არის სოდვის ნაყოფები. ფესვი არის სოდვა. ის ნაყოფებს არ ჭრის რომ მოვიდა. ის პირდაპირ ფესვს იღებს და ეს ფესვი არის სოდვა. ამიტომაც პირველი რეზულტატი, პირველი რეაქცია, როდესაც მოისმინეს სიტყვა, მათ ეთკინათ. როდესაც ადამიანი ნამდვილად ექცევა ღმერთს, პირველი ის აუცილებლად განიცდის აი ამ ტკივილს. ხედავს თავის თავს, ისეთად როგორიც ის არის. რა იყო პირველი რეაქცია წმინდა პეტრეს? როდესაც ქრისტესთან აღმოჩნდა ერთ ნავში. განვედ ჩემგან, ვინაიდან მე ცოდვილი ვარ. პიტერს ამბობს, რომ აი ამ ეგრეთ წოდებული ვარსკვლავების მოქცევის ან მოტრიალების დამოწმებებს რომ მოусმინო, შინაარსობრივად ასეთია. მე შევებედრე იესოს, რომ მოეცა ჩემთვის უფრო მეტი წარმატება ჩემს კარიერაში და მან მომცა უფრო მეტი წარმატება. არ არის სიტყვა ცოდვა, არ არის რომ მე ვიტანჯებოდი, არ არის თქმა იმისა, რომ განვიცდიდი, რომ კვდებოდი, რომ ვიყავი დაღუპული. ანუ ეს ორი ასპექტი ცოდვის მიმართ და მინდოდა სიმართლე, მინდოდა სიწმინდე, მინდოდა ღმერთთან ზიარება, მინდოდა ახალი ცხოვრება და მე ვიშვი ხელახლა, არა, რაღაცა უხუნჯობა, აი მე მოვინანიე და ასე შემდეგ. ღმერთმა მომცა დიდი წინსვლა, მომცა გამარჯვება, საიდან იცი რომ ღმერთი შენს მხარეზეა? მე ვილოცე და მან მომცა რაღაც სამსახური ან უფრო მეტი სხვა ადგილი სამსახურისა და შემდეგ. ანუ დაყვანა ღვთისა და გადარჩენისა და მადლის სახარებისა. აი აქომამდე არის რეალურად მადლის სახარების გაუფასურება. მადლის გაუფასურება. იმ დიდი საქმის გაუფასურება, რაც ქრისტემ ჩვენთვის მოიმოქმედა. რა გააკეთა, რა განცდა ჰქონდა ესაიას, როდესაც ღმერთის თანდასწრებაში აღმოჩნდა. რა იყო პირველი განცდა? მე ვარ კაცი უწმინდური ბაგეებით და ვცხოვრობ უწმინდური ბაგეების მქონე ადამიანებში. რა იყო რეაქცია საულეს, როდესაც ქრისტე გამოეცხადა? ვინ ახარ შენ უფალო? რა გავაკეთო მე? 3 დღე და 3 ღამე ის იმყოფებოდა ასეთ ძიებაში. ადამიანი საკუთარ თავში ნახულობს იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც ქვია, უბადრუკი ადამიანი ვარ. ვინ მიხსნის მე? უბადრუკი ადამიანი ვარ. და არ არის სავალდებულო იყო მკვლელი, მრუში, აბორტების მკეთებელი და არ ვიცი კიდევ ყალბი და ასე შემდეგ. იცით, ბავშვსაც შეუძლია განიცადოს ასეთი გრძნობა. მე მახსოვს, როდესაც ერთხელ ვიყავით ერთ-ერთ ადგილას ეკლესიაში, გერმანიაში, მე ირმა და ჩემი უფროსი შვილი, ჯერ ის ძალიან პატარა იყო. სპეციალურად წავიყვანეთ ვიტენბერგში, რეფორმაციის, ასე ვთქვათ, ციტადელში. რომ გვენახებია, საიდან დაიწყო ყველაფერი. შეიძლება მას კიდევ არ ესმოდა იმ ასაკში, მაგრამ უყურებდა და ეს ჯერა, რომ მის პატარა ცნობიერებაში ფიქსირდებოდა და რეგისტრირდებოდა. ის ცნობილი ეკლესია, სადაც ლუთერ 95 თეზისი გამოაქვეყნა, კიდევ სხვა ადგილები, მონასტერი, სადაც ის მსახურობდა. მსახურებაზე უცბად დაიწყო ქვითინი და ტირილი. ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა. ირმა შეეკითხა, რა ხდება შვილო? ძალიან ცოდვილი ვარო. თითქოს რა მოასწრო ცოდვისა ბავშვი? რა მოასწრო? ზოგი ფიქრობს, რომ ბავშვს არ შეუძლია ამის განცდა. არადა იყო ჩვეულებრივი გალობა, მსახურება, არანაირი სტრესული მდგომარეობა, არანაირი თქმა, რომ შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი ხარ, იმიტომ რომ არ იყო არც ისეთი და არც ასეთი ბავშვი იყო. რატომ ფიქრობ, რომ ასე? რატომ ფიქრობ, რომ ასეთი ხარ? ასეთი ვარო. იცით, სანამ ჩვენ არ დავინახავთ ჩვენს თავს ღვთის სიტყვის სინათლეში და არ შევძრწუნდებით საკუთარი თავის გამო, მაშინ ნაკლები მოგვეტევება. როდესაც იესო დაპატიჟეს ერთი ფარისევლის სახლში, იქ ერთი ქალი აღმოჩნდა, რომელმაც განსაკუთრებული ნიშნები დააფიქსირა, აღმოაჩინა ქრისტესთან მოტრიალებისას, ქრისტესთან მოქცევისას, ქრისტესთან ურთიერთობისას. და ეს ნიშნები არც ერთი ეს ნიშანი არ გააჩნდა ფარისევლს. არც ერთი. იესო მოსაყვედურა კიდეც, როცა შემოვედი შენ ამბორი არ მომეციო.
როცა შემოვედი შენ ზეთი არ მოგიცია ჩემთვისო. და ასე შემდეგ. ხოლო ეს დედაკაცი ეს ქალი რომელიც აქ მოვიდა, არ წყვეც ამას და ამის გაკეთებას. ამიტომაც მიეტევა ამასო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველი უტყუარი ნიშანი ადამიანი სერიოზულად აღიქვამს სახარებას. სახარება თავისთავად არის კეთილი ამბავი, მადლი, მაგრამ ეს მადლი რომ ჩვენამდე მოვიდეს, ამ მადლმა თავისი საქმე გააკეთოს, საჭირო არის ცოდვილი. იესო მიცით რა თქვა? ავანტყობ ექიმი ესაჭიროება ვისო? ავანტყობ თუ შენ არ თვლი შენ თავს ავანტყოფად, შენ არ გჭირდება ის. არ გჭირდება უბრალოდ. შენ არ გჭირდება ქრისტე მხსნელი. შენ გჭირდება ქრისტე, სხვანაირი ქრისტე. რაღაცისთვის ქრისტე. მაგრამ მხსნელი ქრისტე არ გჭირდება, იმიტომ რომ იესომ ძალიან კონკრეტულად თქვა, ექიმი ჭირდება ვის? ავანტყოფს. 99 თუ ხარ შენ მართალი, შენ არ გჭირდება ის, მაგრამ თუ ხარ ერთი დაკარგული, მაშინ გჭირდება. ვის გულისხმობდა იესო იმ 99 მართალში? ფარისევლებს. მე-15 თავი ლუკას ახარება. ფარისევლებს უთხრა წეწერია ეს იგავი. ვის გულისხმობდა ის უფროს ძმაში? ფარისევლებს. ისინი თვლიდნენ ჩვენ არანაირი დაკარგულები არ ვართ. ჩვენ ვართ ძალიან ღვთისმოსავები და მართლები. მაშინ მე თქვენ აღარ გჭირდებით. იესომ პრაქტიკულად უთხრა, მე თქვენ აღარ გჭირდებით. თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავები თქვენ თვითონ გადაირჩინოთ. თქვენ გჭირდებათ ღმერთი თქვენთვის, რაღაცეებისთვის. დასასრულს ვიტყვით მხოლოდ ერთ სიტყვას, რაც წმინდა პავლე მოციქულმა კორინთელებს უთხრა, თუ ჩვენ ქრისტეს მოიმედენი ვართ მხოლოდ აი ამ წუთის სოფელში, მაშინ ჩვენ ყველაზე საცოდავი ადამიანები ვართ. იმიტომ რომ ჩვენ დაგვყავს ქრისტიანობა და რელიგია. მსგავსად სხვა რელიგიებისა. როცა ადამიანები მიდიოდნენ სხვადასხვა ტაძარში რაღაცის შესავედრებლად, რაღაცა საქმისთვის. ჩვენი მზერა, ჩვენი მოლოდინი, ჩვენი იმედი ცდება ამ წუთის სოფელს. იმზირება იქეთ სხვა საზღვრებში და იქიდან ელოდება მხსნელს, რომელმაც უკვე დაიწყო ჩვენი ხსნა, იმით რომ გახდა ჩვენი მაცხოვარი და ჩვენი უფალი. დიახ, ჩვენ გვეტკინა გული, იმიტომ რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვართ ის ერთი დაკარგული, ვართ ის ერთი დავრდომილი და ავანტყოფი, რომელსაც ესაჭიროება მკურნალი და მხსნელი. მივედით მასთან, შევევედრეთ მას და მივიღეთ მისგან წამალი გადარჩენისა, რასაც ქვია მადლის სახარება. ვილოცოთ უფლის წინაშე.